მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დავაფიქსირო ჩემი პოზიცია 6 წელზე ძველი ავტომობილების შემოყვანის აკრძალვასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით ეს აღნიშნული გადაწყვეტილება ერთი მხრივ არის უკიდურესად მორალური თვალსაზრისით უსამართლო. მეორე მხრივ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს ჩვენს მოქალაქეებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობას იმ მთავრობის წევრებისგან განსხვავებით, რომლებიც ასეთ კანონებს იღებენ, არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა ახალი ავტომობილი შეიძინოს. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ათასობით ჩვენი თანამოქალაქე დასაქმებულია სწორედ აი ამ საავტომობილო სექტორებში. თუ ამ აკრძალვის მთავარი მიზეზი ჭარბი მოსახლეობით, მათ შორის უცხოელებით, გადატვირთული და ხშირად პარალიზებული ჩვენი მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურის განმუხტვა, მაშინ ამ გამოწვევას მოდით სწორი ეკონომიკური, ურბანული და საემიგრაციო პოლიტიკით უპასუხოთ და არა საქართველოს საშუალო სტატისტიკური მოქალაქისთვის ავტომობილის შეძენის ფაქტობრივი შეზღუდვით.